განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკა გვარამია ახლა მეორე ბრალის მოლოდინშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხეში მყოფი სასჯელის მოხდამდე შესაძლოა მეორედაც გაასამართლო. საქმის შინაარსიც და მომჩივანიც ზუსტად იგივეა, რის გამო და ვის გამოც დღეს 8 თვით ციხეში გაუშვეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოს გამომძიებლები ამჯერად პირდაპირ რუსთავის ციხეში მიაკითხავენ და ბრალს კვლავ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში დასდებენ. ეს რამდენად ჩნდება სამართლის ან სამართლიანობის ფარგლებში? რა თქმა უნდა, არ ჯდება, ისევე როგორც არ ჯდებოდა პირველ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და საპატიმრო დაწესებულებაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების გამწესება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით შეიძლება წინასწარ ვივარაუდოთ რა მოხდება, არ ვიცით, წარმოდგენა არ გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეჟიმი. ოპოზიციონერი ლიდერების საქმეების პროკურორმა დღეს დაადასტურა, რომ საგამოძიებო უწყება მათ მეორედ გასამართლებაში სამართლებრივ ბარიერებს ვერ ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე იგივე საგამოძიებო კომისიის არ აღიარებას და ზუსტად იგივე მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ეხება. შევისწავლეთ აღნიშნულ მასალებს, თუ იქნება გამოძიების დაწყების საფუძველი, რა თქმა უნდა დაიწყება გამოძიება და შემდგომში უკვე როგორ განვითარდება მოვლენები და გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რას გვანახებს, ამას რა თქმა უნდა შევაკეთებთ. რამდენჯერად შემოვა, იმდენჯერ შეიძლება პირი პასუხისგებაში მიცეთ ერთი კომისიის ფარგლებში. ნახეთ, მოცემულ შემთხვევაში თუ სხვა ეპიზოდია დანაშაულის, ამ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანო შეზღუდული არ არის პირის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის ზოგადად როგორც ხდება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გეტყვით, რომ შევისწავლით, შევაფასებთ. ვალდებულებიც ვართ, რომ კანონი გვალდებულებს პირდაპირ. პროკურატურა თიაწულუკიანის 3 ახალი წერილის მოლოდინშია. ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის და გიორგი ბაშაცის წინააღმდეგ. აღიარება ქართული ოცნების პარლამენტმა მათგან ვერც მეორე მცდელობით მიიღო. ოპონენტები ფიქრობენ, რომ მტკივნეული ბიძინა ივანიშვილისთვის სწორედ ეს არის. ამიტომ ოპოზიციონერ ლიდერებს ახლა სამაგალითოც სჯის. ყველას მინდა ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი. და სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით, ღირსებით და სიმართლის ერთგულებით ყველა ჩვენ ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვინც დაპატიმრებულია, ახალგაზრდები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ყველა ის ადამიანი, ვინც არ ეპუება ამ სისტემას არაფრის ფასად, სწორედ ამ მიდგომით, ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით ჩვენ დავამარცხებთ ამ სისტემას. ეს არის აი ბოლშევიკურია, მართლა უკვე დაჭერილ ადამიანებს რომ დახვრეტას უსჯიდნენ, დაახლოებით იქიდან არის იმ სცენარიდან, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ დახვრეტა არ არის საქართველოში. თუ არა წულუკიანი ახლა არ დაიღლება და შეუძლია მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ დაიბაროს ეს ადამიანი. აბსურდი არის, ჯერ ერთხელ დაბარების უფლება არ აქვს კომისიას, იმიტომ რომ არ აქვს ლეგიტიმაცია. არარაობას უნდა იყოს არარაობა. არარაობა ქოცებს უნდა იყოს არარაობა ქოცები. აი მაგათ უხერხ ციხეში ყოფნა, რომ ზარქუა და ეს კოლექტიური გაუგებრობა არავის არ ეხიარებინა როგორც ლეგიტიმურ ძალაუფლებას. ქართული ოცნება 8 ოპონენტის ციხეში გაშვებას კანონის უზენაესობით ხსნის. თან ვერც არ აღიარებით გამოწვეულ გაბრაზებას მალავს. ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს. თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისივე წინასწარი ნებით. მათ თქვეს, რომ იციან, რომ კანონი იციან, რომ გამოძახებული არიან კომისიაში, დაბარებული არიან კომისიაში, იციან, რომ დაბარებაზე უარის თქმა თუ არ გამოცხადება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იციან, რომ ამისთვის სასჯელი არის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმდენად არ უნდათ, რომ ასე ვთქვათ, ამ აღიარება დემოკრატიული ინსტიტუტებისა, რომ მზად არიან წავიდნენ თავისუფლების აღკვეთაზეც. გადადგეს ნაბიჯი და შესაბამისი ლოგიკური შედეგი დადგა. ამ განმარტების მიხედვით გამოდის, მრავალჯერ დაბარებით პარტიას მრავალწლიან პატიმრობაში ნებისმიერის გაშვება შეუძლია. ვინც პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, ან კომისიასთან თანამშრომლობა სხვა რაიმე მიზეზით არ სურს. მანამდე ერთი განაჩენით საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ ოცნებას 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხეში გაეშვა. იმის მიუხედავად, ვინ გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. თუ ახალი საქმეებით პატიმრობის ვადას არ გაუხანგრძლივებენ, ციხის დატოვება მათ დეკემბერში, ნაწილს კი მომავალი წლის იანვარ-თებერვალში უწევს.